მოგესალმებით ვირბაცო ტელემაყურებელო მე მინდა მოგესალმოთ თქვენთაგანს და რა ვიცი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ყვა ვიცი რა მე მგონი წარგენ ამას არ ჭირდება ყველა ვიცი ცნობილი მხედრიონელი 90-იანი წლების გმირი პატიოსანის პეტაკი ადამიანი ამ ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი მაგარი ჩვენიანი საზოგადო მოღვაწე და პოეტი სერგო დუდაურია. აი მე წამოგიდგები როზე პას დაგიკლავა. მადლობა გია, მადლობა ასე წარდგენისთვის და ეს დავამატებდი რა თენგიზ კიტოვანის გაზრდილი. აუ ხო, თენგიზ კიტოვანი მაგარი კაცი ძალიან თო ეგ როგორ გამომჩა თო აუ და მე მინდა კითხო რა ეხლა დღევანდელ მოვლენებზე და ზოგადად საზოგადოებაში გავრცელებულ აზრზე და რავი, აი ნუ რავი, რა უნდა ვთქვა პროსტა, ხო? აი რა უნდა ვთქვა, რაზე უნდა ვილაპარაკო? კარგით რა ხალხო, მართლა და მართლა რა, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი, თო. მართლა აი რავი რა, ვიცით რომ ყველაფერი გითხარი და არ მინდა რომ ეს ყველაფერი ისე გამოვიდეს რომ რაღაცა ხომ გითხარი და მოკლედ რომ აგიხსნა და სულ ყველაფერი ისე რომ გავაკეთოთ როგორც მე მგონი შენს მეთახვები, ხო ემაზე? მართალი ხარ. ჯერ ეს ბრიტანეთი რა უნდა ვაფშე ამ ბრიტანეთს, თო? აი ვერ გავიგე, აი ბრიტანეთის თავისუფლება სანამდე უნდა გაგრძელდეს, პროსტა აი არ ვიცი რა, ვერ ვიგებ რა. თქვენ ფარჩაკებო, ბიჭო, იმედი როგორ დაასანქციეთ, ბიჭო, ეს იმიტომ რომ შოტლანდიელებივით კაბები არ გვაცვია, ხო? და ისე დავდივართ კუჩებში, ხო? გინამეთ რა უნდა, იცი ამათ უნდათ რომ ბიჭო ეს ფეხებს შორის ყველაფერი გაგვეყინოს, გაიგე? რომ გაგვეყინოს და მე შთამომავლობა რო არ ვყავდეს. ხვდები ხო რაზე არის ლაპარაკი, ხო? აი ეგ არის, ამათ ვერ ეღირსებით რა. გინდა მივიდე და თქვენ მართლა უინძორებო, ბიჭო. გინდა მივიდე და საელჩოსთან ერთი რაჟოკი გადავატარო იმენა კალაჯა რაჟოკი ბიჭო. იმენა ქვეყნის სიყვარული მავალდებულებს ამას თორე რამე ის კი რა. ჩემო სერგო რა ვიცი რა. სადღა იციან ამათმა ქვეყნის სიყვარული რა. ისე რა სიტყვი შენ სიმართლე მაინტერესებს, აი განათლებულ ახალგაზრდებს, აი ყურგახრეტილ და ცხურგახრეტილ ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჩავაბაროთ ქვეყანა? მე ეს არ მესმის ვაფშე. მაქსასტავს როგორ უნდა გადავაბაროთ ქვეყანა? ავი გადავაბაროთ, რავი რა. აი დაუთმოთ ქვეყანა, თუ რა გავაკეთოთ, მოსთა მითხარი. აუ, კაი რა გია, კაი რა. აკაცუკები ეგენი. გია, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი რა და ეს ყველამ უნდა იცოდეს რა. მთავრობის სასახლის 90-იანებში მუხარო ვესროლე, გახსოვს ეს ქვეყნის სიყვარულში ვესროლე. ეს ვესროლე ქვეყნის სიყვარულში. მაშინდელი ახალგაზრდობა რო წამაში ჩავალყეთ. ეს იმიტომ რომ ქვეყნის სიყვარულის გამო. მე მართალია სპორტმა გადამარჩინა რა. ხო ხედავ დღეს განათლება რას უშვება ახალგაზრდებს რა აქეთ კომპიუტერი ისწავლეს აქეთ რაღაცა წიგნები წაიკითხეს და აი ესე ირყნება რა აი ესე ირყნება გამიგე ეს ახალგაზრდობა რა აროჩე რა აღარ მოწონთ ბიჭო ერთმანეთს კოჭებს უხრიტავდეთ გაიგე ეს აღარ მოწონთ გაიგე იმენა რაღაცა ლიბერალობას აწვევია ბიჭო რა ამიტომ იმენა ყველა უნდა გავაფარჩაკოთ ბიჭო ერთი რაჟოკი გადამატარებია მაგით ლაწირაკები ესენი ბიჭო იმენა პროსტა გადავატარებდი მაგრამ რაც პოეტი გავხდი მაგის მერე ცოტა დავსევდიანდი და აუ გახსოვს მობას გაფიცე პროსტა რომ რა საზიძრობებს ჩადიოდა წინა მთავრობა უბრალოდ. ეს ხო გახსოვს, ეს ხო ყველას გახსოვს და ის სისხლიანი მთავრობა მიშა რა დღეში იყო პროსტა მიშა და რავი რა ხალხო რა მე პირადად ძლივს გადაურჩი რა სიკვდილს რა მიშამ კლავდა იმინა ყველა მიცის ხო აი კონცერტი მქონდა ხო და სცენაზე მღეროდი რა ჩემთვის და უკან მომეპარა ესე და ხელები მომხვია და მგუდავდა აი ეს მგუდავდა იმინა რა ათასობით ადამიანია ვიც ეხლა ამას რავი და ბილეთში დაამტკიცებს და ნახველია ამისი რა მოიცა კაცო მან ხო ისა მიშა უკიდან მოვიდა თვალებზე აგაფარა ხელი და მე შენც ხო გაიცინე მაგას არა ანუ როგორი ვარიანტი იყო იცი ანუ კაცო მიჭერდა ხელებს ხო მიჭერდა ესე ხელებს მიჭერდა სულ თქვა შემეკრა და ესე კბილები დაუკრიჭე რა ეგრე კბილები დაუკრიჭე და კლავდა იმენა რა მე რაღაცა 7 მილიონი ფული დამაყარა და იმენა მგუდავდა ძმაო გასაგები იმენა რა ძლივს გამოვიდა ისე კი აი ხამ მთავრობამ ყველაფერი შეცვალა რა ანუ დენიც გვაქვს წყალიც გვაქვს გაზიც გვაქვს და გახსოვს ადრე მაგის დედავატრია დენირო არისო? აუ იმენა რა დრო იყო დენირო. კაი რა დენირო ჩემი, ეხვეწები, კაი რა დენირო რა.
აი რა კიდე დენირო, აი ხო ხედავ რომ გართულება მაგამ დენიროზე რა. არ გვინდა რა ეს დენირო, ახლა დენიროა გეხვეწებით რა. არა, გია, ანუ დენირო არ იყო, ანუ შუქი რო არ იყო თქო, მე გვინიშნე რა, მაგას დენირო არ იყო. აი ზვინი რა, მეთქი დენირო თქო და მე ხო მაგაზე ვჭედავ საერთოდ რა. დენიროზე ვაფშე დენირო არავინ არ არის. არა, ხო შუქი რო არის მაგარი ტიპი და დენირო არავინ არ არის პროსტა რა. კი, ბაზარია. ქვეყანას არ აგარევინე. გინდა გადავატარო იმენა ერთი რაჟოქი. ეხლა აი მაინც პირდაპირ ეწირია და რა. აი რა ვერ გავიგე, პროსტა იცი რა ვერ გავიგე. აი ამერიკას რომ რაღაცა ბალეში ყოფდა რაღაცეები, ჩვენ მოძმეს სპარსელებზე. ენა როგორ გიბრუნდებათ საერთოდ ვაფშე თო. რას ლაპარაკობთ ხალხო, საერთოდ ისტორიული მტერი რო დაარქვით ვაფშე. შაჰაბაზზე დიდი მეგობარი ამ ქვეყანას ვინ ყავდა თო? თვითონ კი არ შემოსულა შაჰაბაზი ძმო. სააკაძე მოღალატე შემოუძღვა ჩვენ ქვეყანას ძმო. დიახაც გიორგი სააკაძე ჩახოცა ის ქართველები თო. აბარა ეგრეა. გაიხედე გარეთ ძმო ვაფშე რა ხდება თო? შეხედე ამ აკაცუნებს როგორ დარბიან აკეთიკით ფერადი ტანსაცმელები და რაღაცა ჯინსები აცვია და ყურებ დახრეტილები და თავისუფლებას ითხოვენ. ქვეყანას არ აგარევიეთ თო. იცი ვაფშე საიდან მოვდივარ ჩვენ? აუ სერგო ის ძველი თბილისი მენატრება რა ძმაო. ის სხვა სიტუაცია მენა ის ამბები გვენატრება. ის ჩვენი ძმაო, ჩვენი პროგრესული თაობა მენატრება ძმაო რა. ჩვენი თაზო ტისაკა ბრატ, ჩვენი ლადო შოკოლადო, ჩვენი სათალა, კუსოკა, აბრეზა, რავი ძმაო. კოსტა ჩვენი თო პატარა კოსტა გახსოვს? აი მაგარი იმინა მაგარი ძმა. პროსტა ეგ რო დაიღლებო და მაგის დაღლაზე მაგაზე ოცნებო. მაგარი ბიჭები, მაგარი ბიჭი, რკინას ყნედნენ იმენა, ხალხი იყო ვაჟკაცები და ევროპას რა ვიცი ძმა, ევროპას ჭირდება ჩვენისთანე მაგარი კაცები ძმა, იმენა მუჟიკები და ტიპები, ხო? აბა გინდა გადავატარო ევროპას იმენა ერთი რა. აუ მაგარს ბიჭო იმენა. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო რაც, რავი რა, სულ ეს იყო გეგმაში მე მგონი ყველაფერი რა ვიცი. ამოვანთხიეთ რა ყველაფერი რაც ქონა ამოსა. შენამე დაგ ჩაკიდე? არა, გურამია გადავატარებ ეგრევე. ძმა ხარ იმინა და რა ვიცი რა, ჩვენ ამოვანთხიეთ ყველაფერი ღვარძი რაც ქონდა. რა ვიცი რა და ყველაფერი შაბათ-კვირა ვისვენებთ და ორშაბათს დაგიბრუნდებით რა, ახალი ბოღმებით და ახალი ამონთხევებით. სადაც რა ვიცი, ჩვენი სტუმარი იქნება არაჩვეულებრივი ადამიანი, საზოგადო მოღვაწე, რავი, მაგარი კაცი, გოგა ხაინდრავა რა. აუ, ჩემი გოგა ხაინდრავა იქნება. ოს ეგ ავტომატი დატოვე და გოგას დაჭირდება მაინც. იმას აქვს თავისი. აი, ძვირფასო მეგობრებო, გემშვიდობებით რა და კარგად იყავთ. ბიჭო, ეს ვინები არიან ძმობას გაფიცეთ ხო? გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანატი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.